სამშობლო დამცველები და ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქოტროპული აფთიაქების შემოწმების შედეგებს აქვეყნებენ. ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ მიზეზით რამდენიმე აფთიაქი დაიხურა და კიდევ 8 დაწესებულების ხელმძღვანელთან მიმართებაში სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ბრიფინგი გაიმართა. ქეთი ნადიბაიძე გორსობა პირდაპირ ეთერში. ქეთი, როგორია ბოლოდროინდელი სტატისტიკა ამ კუთხით? შინაგან საქმეთა და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით მნიშვნელოვნად არის შემცირებული გასულ წელთან შედარებით. წელს სააფთიაქო ქსელებში ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის რიცხვი, იმ შემთხვევაში თუ კი ეს ოფიციალური მონაცემებით ეს რიცხვი გასულ წელს იყო 130 შემთხვევა, წელს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემები დაახლოებით 80 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ამ 80 შემთხვევიდან უმრავლესობა ერთეული შემთხვევების გამოკლებით ფიქსირდება დედაქალაქის აფთიაქებში. 2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ავტორობით მომზადებული ერთობლივი კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ კუსტარული ნარკოტიკების, ეგრეთ წოდებული კრაკადილის, ვინტის, ჯეფის მოხმარება დაახლოებით 99%-ით შემცირდა. 2014 წელს შინაგან სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ეგრეთ წოდებული ბიონარკოტიკის მოხმარებაც დაახლოებით 90%-ით არის შემცირებული. ბუნებრივია ნარკომანიის კუთხით კვლავ რჩება გამოწვევები სახელმწიფოს წინაშე, რომლებსაც მან ადეკვატურად უნდა უპასუხოს. ერთ-ერთ ასეთ გამოწვევას წარმოადგენს სწორედ სააფთიაქო ნარკომანია, რომლის დასაძლევადაც როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურ ნაბიჯებს დგამს. წლევანდელი წლის მონაცემებით 10 ფარმაცევტულ დაწესებულებას სააგენტოს უფროსის ბრძანებით შეუწყდა საქმიანობაზე, შეუჩერდა ნებართვა და 3-ზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება. თუმცა აღსანიშნავი აქ არის ის, რომ მათ ძალიან მარტივად მოქმედი კანონმდებლობით შეუძლიათ ხელახლა მოიპოვონ იგივე ნებართვა და გააგრძელონ უკანონო საქმიანობა. აი ეს საკანონმდებლო ცვლილებები მოგცემს იმის საშუალებას, რომ აღკვეთოთ სამართალდამღვრული პირების მიერ უკვე ფარმაცევტულ საქმიანობაზე ნებართვის გაცემა. ამავე მონაცემების მიხედვით, როგორც უკვე მოისმინეთ, 10 აფთიაქს შეუწყდა ლიცენზია, თუმცა ახალი რეგისტრაციის პირობებში მათმა ხელმძღვანელებმა მოახერხეს და ახერხებენ და აგრძელებენ ახალ წარმოებას და ფუნქციონირებას, თუმცა საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს როგორც ჯანდაცვის სამინისტრო და როგორც ისინი აცხადებენ, უკვე სამომავლოდ მსგავსი ფაქტების შემთხვევაში გამკაცრებული რეგულაციები იმუშავებს. მადლობთ ქეთი ნადიბაიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.